სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, ნორვეგიის პარლამენტის თავმჯდომარეს ოლემიკ ტომესენს უმასპინძლა. შეხვედრა საპატრიარქო რეზიდენციაში შედგა. საქართველოს ეკლესიის საჭადმყრობელმა დელეგაციის წევრები დალოცა და ჩამობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა. კათოლიკოს პატრიარქმა ნორვეგიის პარლამენტის სპიკერთან საუბარში აფხაზეთში მოღვაწეობის პერიოდი გაიხსენა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ქვეყანაში არსებულ რელიგიურ კონფესიებთან ურთიერთობა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილა. Თქვენი ვიზიტი და ურთიერთობის სიმტკიცე, გამტკიცება ჩვენ ორ ქვეყანას შორის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან დარღვეულია ტერიტორიალური ძალიანობა საქართველოს. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არის ჭრილობა, ღია ჭრილობა საქართველოს სხეულზე. ეს უძველესი ქართული მიწებია. მე ვიყავი 11 წელი მიტროპოლიტი აფხაზეთის და დღეს ეს მიტაცებულია რუსეთის ანექსირებულია რუსეთის მიერ. მაგრამ ჩვენი ხალხი არადროს არ შეურიგდება ამას და ადრე თუ გვიან ეს მიწები დაუბრუნდება საქართველოს. ჩვენ ასევე გვინდა რომ საქართველოს გახდეს ევროპის სტრუქტურების წევრი. საქართველოს უძველესი კულტურის ქვეყანაა და ბევრი რამ შეიძლება ევროპამ ნახოს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ნორვეგია ჩვენ მხარეს იქნება და ეს სამართლობა, რომელიც გამოიჩინა რუსეთის სახელმწიფო ეს განიკურნება ეს ჩვენთან იქადაგეს მოციქულებმა ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანონელმა და სხვა. როგორც ბიზანტიაში სახელმწიფო რელიგია ქრისტიანობა გახდა მეოთხე საუკუნის დასაწყისში. და მთელი კულტურა, ისტორია, ლიტერატურა ყველაფერი დაფუძნებულია ქრისტიანულ სარწმუნოებას. მეხუთე საუკუნიდან საქართველოს ეკლესია ავტოკეფალურია. რა თქმა უნდა, გავლენა ჰქონდა და აქვს ეკლესიას უმრავლესი მოსახლეობისა არის ქრისტიანი. მაგრამ ამავე დროს ჩვენთან ცხოვრობენ რომის კათოლიკები, მუსულმანები, სომხები, ბაპტისტები და სხვა რელიგიების ებრაელები და მას არავით არ შეზღუდვა რა ისინი სარგებლობენ იმავე უფლებებით, რასაც სარგებლობს საქართველოს ეკლესია. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა ვატიკანთან. რომის პაპი იოანე პავლე მეორე ბრძანდებოდა ჩვენთან სტუმრად. ებრაელები ამბობენ, რომ საქართველოს ერთადერთი ქვეყანა, სადაც არასდროს არ ყოფილა ანტისემიტიზმი. დღეს საქართველოს დგას დემოკრატიულ საწყისებზე. ჩვენ გვინდა, რომ ეს დემოკრატიული საწყისები გააფრთხილდეს საქართველოში. ჩვენ ვცდილობთ, რომ კარგი ურთიერთობა იყოს ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის. მე მქონდა ვიზიტები
თურქეთში, ირანში, სხვა ქვეყნებში, მუსულმანურ ქვეყნებში. მათი ლიდერების ვიზიტები იყო საქართველოში. ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობას მუსულმანებსა და ქრისტიანებს შორის და ჩვენ ამას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ქალის როლს, ქალბატონების როლს, ჩვენს ხელისუფლებაში. აი სულ რამდენიმე დღეა არჩეული იყო ქალბატონი ნინო სამართლის უმაღლესი სამართლის თავმჯდომარედ. მინისტრები არიან, პარლამენტის წევრები არიან ქალბატონი. ჭირდება აი სიახლოვე ევროპასთან და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს სიახლოვე იყოს ჩვენს. ღონისძიებას წმინდა სინოდის წევრები ესწრებოდნენ. ოლემიკ ტომესენი საქართველოს 23 მარტს 4დღიანი ვიზიტის ფარგლებში ესტუმრა. ამ ხნის განმავლობაში აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებია დაგეგმილი. კათოლიკოს პატრიარქთან საკმაოდ თბილი შეხვედრა გვქონდა. ჩვენ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები განვიხილეთ. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობის შესახებ ისაუბრა. შეხვედრაზე სხვადასხვა რელიგიური კონფესიების ურთიერთობებზეც ვიმსჯელეთ. კათოლიკოს პატრიარქმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ საჭიროა სხვა აღმსარებლობის მქონე ადამიანებთან კარგი დამოკიდებულების ქონა, რასაც მეც ვეთანხმები. შეხვედრისას უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს ევროპასთან ურთიერთობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.